მარხვა ლოცვა ეს უკვე სასაცილოდ ვაქცია. კი ფორმალურად მარხულობ. ესე ხორცი არ არის და რძის ნაწარმი, მაგრამ სინამდვილეში ასეთია. გამოიგონეს ხორციც, რძის ნაწარმიც, შრის, ამის რძე, ამისიც და არაფრით არ აკლია და ზოგი რამ უფრო გემრიელია ვიდრე სინამდვილეში, ნატურაში, როგორც იტყვიან ხოლმე. ვარ მე მარხველი, ვარ მე ქრისტიანი. სასაცილოდ ვიგდებ ქრისტიანობას ამ გზით. ასეთმა ჯობია ისევ ლოცვა კურთხევით მოძღვრის გაიხსნილოს. ოღონდ იცოდეს, რომ ეს კურთხევით არის და მორჩილებას ასრულებს. მისი უძლურებიდან გამომდინარე. სინამდვილეში ვინც ძლიერია როგორც ქრისტიანი, მას მარხვა არ ჭირდება. მარხვა თვითმიზანი კი არა რაღაც საჩვენებელი რამ ამ დიეტა. მარხვის შედეგი უნდა იყოს ბნებების დაცხრომა, სიძვის, მრისხანების, ვერცხლის მოყვარების და ასე შემდეგ. და თუ ადამიანში ყველაფერი უკვე დამცხრალია და დამარცხებულიყო ღვთისმადლით, რა თქმა იმას მარხვა. აი პავლე მოციქული ამიტომ ამბობს ერთ-ერთ ეპისტოლეში. მეო შემიძლია ჭამო არ ჭამო არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ თუ ჩემი ძმა დაბრკოლდება, რომელიც უძლურია ჩემგან განსხვავებით, საუკუნეს პირს არ დავაკარებ ხოლმე. აი თურმე როგორ უნდა გვესმოდეს მარხვა. ეხლაც გახსნილდება თევზი, იმდენაერ თევზს ვიყიდით. რატო ცარიელდება ხოლმე, ხო არის ბაზრები, მაღაზიები, ბათროს, წინა დღეებში. იმდენს დაავლევ. მე ვზღუდავთ ხოლმე, ვცდილობ შეგზღუდოთ. აი ამდენი ჭიქაა. აი წმინდა მამა ამას გვასწავლეს, მაგრამ პირველი ჭიქის შემდეგ ვიღას ახსოვს ეს შენი მამა არჩილე, მოცლილი არა. არა, ბევრი ასე აზროვნებს, ზოგ სახსარებაშიც უთქვამს, რომ მე ვიფიქრე კაცო ადამიანია იქნებ ცდებაო და რატო ხსნილია, ჯანყი ეწყება გულში ჩემ წინააღმდეგ. ზოგი მაგინებს კიდეც. თუ ეკლესია ვიხსნებს ის რატო არ ვაძე? გაიხსნელებ, მაგრამ ზომიერება. მარხვა რა არის იცი სინამდვილეში, საერთოდ მართლმადიდებლობა. ზომიერება. აი ამ ერთი სახელით გამოიხატება ეს. მარხვაში იმარხულეში მოხსნილში გაიხსნილა, მაგრამ ზომაწონა დროდაშამი იცოდა.